ოზურგეთის შემდეგ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს სამედიცინო წესით აღჭურვილი მაღალი გამავლობის ავტომობილები დღეს ქუთაისში გადაეცათ. სასწრაფო დახმარების მანქანების გადაცემის ცერემონია ქუთაისის მთავარ მოედანზე გაიმართა. ღონისძიება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგიენკო, ასევე გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე და ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები თემურ ჭკუასელი და თემურ ჩხაიძე ესწრებოდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანების განახლების სრული ავტოპარკის ეს არის მეორე ეტაპი 38 ახალი მანქანა, რომელიც დასავლეთ საქართველოში გადანაწილდება. მისი დიდი ნაწილი ეს უკვე არის მაღალი გამავლობის, შესაბამისად მაღალმთიან რეგიონებში აღარ შეექმნებათ გადაადგილების პრობლემა. ეს არის მეორე ეტაპი, ხოლო წლის ბოლომდე სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით დასრულდება განახლება და ავტოპარკი იქნება აღჭურვილი და გამართული. სახელმწიფოში, განსაკუთრებით რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო ავტომანქანები იყო კატასტროფულ მდგომარეობაში და ისინი ვერ ასრულებდნენ ფუნქციას. ამიტომ დღეს ეს ავტოპარკი განახლდა. მე მინდა მოსახლეობას უსურვო ჯანმრთელობა და მეტპერსონალს, რომელთაც გადაეცემათ ეს ავტომანქანები, უსურვო რომ მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად და მაღალ ხარისხიანად მოემსახურონ, რომ დაიცვან მათი ჯანმრთელობა. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 30 მაღალი გამავლობის Volkswagen-ის მარკის ავტომობილი, ბარის ტიპის რეგიონებში კი საშუალო გამავლობის Ford-ის მარკის 8 ავტომობილი გადანაწილდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გადმოეცა ახალი ყოველნაირად ძლავრი ტიპის მანქანა, რომელიც ნამდვილად ჩვენი მაღალმთიანი რაიონისთვის არის მისაღები. არის აღჭურვილი ყველა იმ ინვენტარი თუ საჭირო მასალები, რაც აუცილებელია ადამიანის დახმარებისათვის და პირველად კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევისათვის. ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი. დღეს გადმოგვეცა ორი მანქანა, ერთი ჩოხატაურისთვის, მეორე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 10 მანქანამდე უნდა იქნას შევსებული, რომელიც სრულად მოემსახურება მთელს რეგიონს და ერთხელ და საბოლოოდ ეს პრობლემა დასრულდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ოქტომბერს დაიწყო. ავტოპარკი სრულად 2014 წლის ბოლომდე განახლდება.